მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. დღეს პარასკევია, ბედნიერი პარასკევი. გია ჯაჯანიძესთან ერთად. მოკლედ, ისევ კარგად ვარ, ისევ მხიარულად ვარ და მიყვარს სიცოცხლე. არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად დავბრუნდი. ადამიანი, რომელიც მეც ახლახანს გავიცანი და ისეთი ღრმა და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მინდოდა რომ თქვენთვის გამეცნო. თამუნა კინგი. თამუნა, მოგესალმები. მოგესალმებით ბატონო. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩემთან გადაცემაში და ყველაზე აღსანიშნავი ის არის რომ თქვენ დაბრუნდით ემიგრაციიდან და ჩემი ყველაზე საყვარელი თემა და მიხარია და მინდა რომ ყველა ემიგრანტი კარგად იყოს და მიყვარს როცა ესეთი ღრმა ადამიანები ბრუნდებიან სამშობლოში და აგრძელებენ სამშობლოს სამსახურში ცხოვრებას. მოდი დავიწყოთ. თქვენ ბრძანდებით ნუმეროლოგი და ძალიან საინტერესო პროფესიები გაქვთ. მოდი მომიყევით თქვენზე. მე ვარ ნუმეროლოგი და რეგრესოლოგი. ნამდვილად ვიტყოდი რომ იშვიათი მიმართულება არის ეზოთერიკაშიც და ცოტა მეც მოყვები რა არის რეგრესოლოგია. ეს არის ჰიპნოზის გამოყენებით ადამიანის გონების და აზროვნების წარსულში გადაყვანა, სადაც ხდება ტრავმების გამოჯამრთელება, ბლოკების მოხსნა, შიშების, ფობიების მკურნალობაც კი ხდება რეგრესის საშუალებით. ჩემი ესეთი მიმართულება როგორც ეზოთერიკოსმა მე დავიწყე სწორედაც რომ რეგრესიით და ჰიპნოთერაპიით. ხოლო ნუმეროლოგია ცოტა გვიან შემომიერთდა. მე კოუჩინგშიც წავედი და ეხლა ვიაგიხსნით რატო. იმიტომ რომ რეგრესში როცა ესე ვთქვათ ენერგიებთან ვმუშაობთ, ზოგადად ფობიების მოცილება, ტრავმების მოცილება ხდება ძალიან ადვილად. აი იმ წუთში, იმ წამში ადამიანს ესე ვთქვათ კარგ გუნებაზე დავაყენებთ, ვიბრაციებს აუმაღლებთ და პრინციპში ესე ვთქვათ ენერგეტიკულ დონეზე ის გამოიყურება ბრწყინვალედ. მაგრამ მატერიალურ სამყაროში გონება ვერ ასწრებს. რომ დაეციოს უკვე ჩადენილ ამ ცვლილებებს. და სწორედ ამიტომ მე ვეძიე ისეთ მეთოდს, რომელიც მომეხმარებოდა აი ამ სულის განვითარებას და აზროვნების განვითარებას, რომ აი ბალანსში მოსულიყვნენ რაც შეიძლება მალე. და აი სწორედ ეს რამდენიმე მიმართულება გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში და სწორედ აი ამიტომ ეხმარება აი ჩემს პროფესიაში ესე ვთქვა. მე ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი, არ მერიდება არც კარგის, არც ცუდის, არც კრიტიკული აზრის გამოთქმის, რა თქმა უნდა კორექტული ვარ. თქვენ ჩემი სახით ეხლა საშუალება გაქვთ შეხვდით უნიკალურ ადამიანს იმ კუთხით, რომ არასოდეს არ მქონია შიში, არც იმაღლის, არც ავადმყოფობის არაფრის. არასოდეს არ მქონია ფობიები. არ განვიცდი, ვერ ვდარდობ, ვერ. და უნიკალური ხარ. არა, მართლა გულწრფელად გეუბნებით. აი მე მაგალითად ფსიქიატრთან წავედი და გავიარე კონსულტაცია, რამე ხوار, რატო ვარ ესე სულ ჭკუამხიარული. ნუ მოკლედ დადგინდა რომ არა ჯამრთელი ვარ. თან კიდე რა არის იცით? იმდენად ბედნიერების შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიან გადაცემაში, ურთიერთობაში, ყველა ბედნიერდება. იმიტომ რომ მე ვასაბუთებ ამ ბედნიერებას, რომ ცოცხალი ხარ, თვალი გაახილე, უკვე შენ ბედნიერი ხარ. აქედან გამომდინარე, აი თქვენი მონაცემი, ნიჭი, ურთიერთობა აი ამ სამყაროში, აი იმდენად საჭირო და საინტერესოდ განვიხილე, რომ ეხლა ხართ ჩემი სტუმარი. მოდით ერთი რამე მინდა გკითხოთ. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ. ერთ დღეს გაიღვიძა და გახდა რეგრესოლოგი, ანუ
ბავშვი როგორი იყავით? აი, სად იყო? აი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? მე ვიტყოდი, რომ ბავშვობიდან, ანუ დაბადებისთანავე უკვე დამყვა აი ეს ნიჭი და მე დიდი გავიზარდე, მივხვდი, რომ ბებია ჩემსაც ქონია. თავის დროზე ისიც თამუნა სხვათა შორის და იმისი სახელიც დამერქვა. ეს უკვე მერე გავიგე, როცა გავიზარდე და პატარაობაში ზოგადად ვითვლებოდი ძალიან უცნაური ბავშვი როა ხოლმე, ხო იცით? აი რაღაც თავისთვის რო თამაშობს, რაღაც ვიღაცას ელაპარაკება და სხვათა შორის დედამ შეამჩნია თავიდან. და მე როცა უკვე გავიზარდე, დედას უყვებოდი, რომ 2 წლის რო ვიყავი, მახსოვს, რომ ჩვენ სახლში ვიღაცა ბაბუა ცხოვრობდა. და აი დედა რომ ტოვებდა სათამაშოებთან ერთად, სულ მეუბნებოდა, რომ დედიკო აქიჯექი, მე აი გავალ საჭმელს გავამზადებ და მოვალ. და ის ბაბუა იდგა, მე აშკარად მახსოვს, აი 2 წლის ასაკში რომ ის ბაბუა ამბობდა, მიდი შვილო, მიდი, მე მივხედავ. ეს მე რომ გავიზარდე და დედას მოუყევი ეს ამბავი, გაგიჟდა, რომ არანაირი ბაბუა ჩვენთან არ ცხოვრობდა. ანუ მე მივხვდი, რომ აი დაბადებისთანავე, აი ამ საზღვარს, ცოცხლებსა და იქით მცხოვრებს უკვე ხალხს, ანუ ენერგიებს ვხედავდი ბავშვობიდანვე. თუმცა ძალიან დიდხანს არ უტყდებოდი ჩემ თავს. იყო მომენტი, მაგალითად 5 წლის ასაკში მე და დედა მივდიოდით ბაღში და შუქნიშანთან რო ჩამოვდექი, მე პატარა ბიჭს დაუქნია ხელი, რომელიც გზის მეორე მხარეს იდგა. და დედამ რომ მკითხა, ვის უქნებ ხელსაო და მე ვთქვი, აგი პატარა ბიჭუნა დგას მეთქი და იმასო და დედას გაუხდა ასეთი დიდი თვალები, ფერი წაუვიდა, ეს მომენტი სხვათა შორის ძალიან კარგად მახსოვს და ზოგადად შეეშინდა, რომ აქ არავინ არ არისო და აი რატო და ისე და ძალიან დაეჭოდა დედა და ფსიქოლოგსაც გამასაუბრეს. ესე ვთქვათ, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ ნუ რამე გადახრა ხო არ აქვს ბავშვს და დედამ იმდენად შემაშინა იმ მომენტში, რომ არაფერი აქ არ არისო, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, მე ჩემი თავი დავაჯერე, რომ ამას ვერ ვხედავ, არ არსებობს, რომ თვალის მზერა დამაკლდა, -4 მქონდა. ой, რას ამბობ? წარმოიდგინეთ თქვენ, იმიტომ რომ ეს უარყოფა, რომ აი არ შეიძლება დედა ვერ ხედავს. ესე იგი არ არის და შიშმა ამიტანა მზერა ესე -4-მდე ჩამოვიდა. მაგრამ მე იცით რა არის, აი ჩემთანაც რომ მოდიან ხოლმე ახალგაზრდები და აი მიყვებიან, რომ აი ესეთი მსიზმრები მაქვს, აი ამას ვხედავ და ეშინიათ ზოგადად და ცდილობენ ესე ვთქვათ ტაბუ დაადონ ამ საკითხს. აი მე ყოველთვის ვეუბნები, თუ ეს უკვე თან დაყოლილია, ის უკვე თქვენი ნაწილია, თქვენმა სულმა მოიტანა ამ მატერიალურ სამყაროში და ამაზე უარს ვერ იტყვით. რატო იცით? იმიტომ რომ როცა ჩვენი სულები ჯერ კიდე ესე ვთქვათ, საიქიოდან აპირებენ ჩამოსვლას, ჩვენ უკვე წინასწარ უთანხმდებით ერთმანეთს, თუ ვინ როდის დაგვეხმარება მიწიერ ცხოვრებაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ თქვენ ღმერთმა გარგუნათ ასეთი ძალა და თქვენ უნდა დაეხმაროთ სხვებს ენერგეტიკულად, მატრიცის გამოთვლაში, ასტროლოგიურად და თქვენ ამაზე უარს ამბობთ, თქვენ იმათაც აი სულის განვითარებას აი შეაფერხებთ. რა მინდა იცით გითხრათ, შეიძლება საკამათო თემაა, შეიძლება არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეზოთერიკა იმდენად საინტერესოა, ყველა ადამიანმა უნდა გამოიყენოს თავისი ცხოვრებისთვის. ეჭვი მეპარება ხოლმე სად გეტყვით. ნახეთ, მე მთელი ჩემი არსი ცხოვრება, აი ყველანაირი განათლება ეზოთერიკაშიდაც და ისედაც მოვანდომე და მოვახმარე ჩემს კარიერას. ანუ მე ვარ ბედნიერი, სიხარულით სავსე, მყოფნის ცოტა, სადაც მინდა მოგზაურობ, რასაც მინდა ვაკეთებ და ეს ყველაფერი არის ჩემი მოპოვებული. ნახეთ, მე ვიცი ბევრი ეზოთერიკოსი, ბევრი რა ეზოთერიკოსები, ვიცი კოუჩებიც, ფსიქოლოგებიც, რომლებსაც არ ცხოვრება აქვთ აწყობილი. ძალიან ბევრი უსიამოვნება აქვთ. რეკომენდაციებს იძლევიან, რომ ფინანსურად როგორ გაუმჯობესოს სხვას ცხოვრება თვითონ არა ხო და ასე შემდეგ. რასთან გვაქვს საქმე, რა არის ეს, სად უნდა ვიპოვოთ მართალი და აი ხშირად ვამბობ ხოლმე
კოსმეტოლოგთან რომ მიდიხარ, უნდა იყოს იდეალური სახის. კი, თვითონ უნდა იყოს რეკლამა უკვე თავის და ხელების. აი რა სად არის აცდენა, რა როგორ უნდა დაგიჯეროთ? კი ბატონო. ზოგადად აი რამდენიმე მიზეზი შეიძლება დავასახელო ამასთან დაკავშირებით. იყო კოუჩი, ეზოთერიკოსი, ეს არ არის პროფესია. ეს არის ცხოვრების სტილი. შენ როცა სწავლობ თუნდაც კოუჩინგს, თუნდაც ენერგიებთან როცა გაქვს საქმე, ჯერ პირველ რიგში იწყებ შენ თავთან მუშაობა. და მე აი მეც ამყავს მეგობრები, მეგობრებს ვერ ვიტყვი, მაგრამ კოლეგები, რომლებსაც აი როგორც თქვენ უკვე დაასაბუთეთ, აი არანაირი არ ჯანმრთელობა უვარგათ, ოჯახში ცარეულობა აქვთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თვითონ თავის თავთან არ მუშაობენ. იმათმა ის მასალა, როგორც აკადემიური ცოდნა მიიღეს და მორჩა, იმან არ გაატარა ეს ცოდნა, ანუ არ გახადა თავისი ცხოვრების სტილად. თქვენ ახლა მაგალითად როგორ ფიზიკურ ტრენერთან მიხვიდოდით, რომელმაც მძიმე გზა გამოიარა, თქვა ჭარბწონასთან ბრძოლის შემდეგ მიიღო ეს ლამაზი ბარი, რასაც ეძახით თუ ისე ტრენერთან, რომელიც თვითონ ანუ ისწავლა უბრალოდ, აი ფიზიოლოგიურად ხო არის მასალა, ხო ემზადებიან ლიცენზიებზეც აბარებენ. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ მიხვალთ იმასთან, ვინც გამოიარა ეს, ანუ იცის როგორი გაჭირვება, როგორი სიძნელეებია გასავლელი მიზნის მისაღწევად, მაგრამ მიაღწია და გახადა თავის ცხოვრების სტილად. მესად მივალ, იცით? აბა. ვინც თავის თავზე გამოიარა, ნახეთ გეტყვით ახლა ძალიან საინტერესო ამბავს. აი სწორი კვება, ისე მოდაშია ახლა, ვერ წარმოიდგენთ. ნახეთ, მე დავიბადე და გავიზარდი ჭიათურაში. დღეს ვხვდები, რომ მე ბავშვობიდან ვიკვებებოდი სწორად. დღესაც აი მე არ დამჭირდა რეკომენდაციები, მე არ დამჭირდა, ხო ვიცი რომ დაუშვათ არ უნდა ვჭამო ბევრი ზომაზე მეტი. თან ვეგეტარიანელი ვარ ბავშვობიდან, ეს მიწყობს ხელს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სწორად კვებას იწყებენ, ძალით ოღონდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აქვთ ნერვები. და აქედან გამომდინარე, ადამიანებს, რომელსაც რა თქმა უნდა, ბუნებრივად მოყვება ნიჭი. ეგ თავისთავად. ეს უფრო ანუ აკადემიურად კი არა აქვთ მასწავლი, რა თქმა უნდა, აი ჩემთან მოდიან ხოლმე გოგოები და აი თვითონვე მეუბნებიან, რომ მე მომწონს ასტროლოგია, ან მე მომწონს კარტი ტარო, მაგრამ მე ყოველთვის აი უსმებ შეკითხვას, მე თვითონაც დიაგნოსტიკას უკეთებ. გააქვს შენ მიდრეკილება, გააქვს შენ ეს ნიჭი, გააქვს შენ ეს ენერგია. რომ თქვათ მიყვე ამას, იმიტომ რომ სწორედაც რომ ვერ იქნები კარგი კოუჩი თუ შინაგანათაც არ ახარ ესეთი, ვერ იქნები კარგი ასტროლოგი თუ შინაგან არ მოყვება ეს ენერგიები და აი ვერ ხედავ ბევრ ამას. მაგალითად აი კარტი ტაროსაც რაც შეეხება, არიან გოგონები, რომლებმაც აკადემიურად ისწავლეს, ანუ იციან ეს 6 ჟეზლი, ეს ან პენტაგლი რას ნიშნავს, ან ის ჭიქები რას ნიშნავს, რამე, მაგრამ ის უფრო ძლიერია ის ტაროლოგი, რომელიც იმის იქით ხედავს, გრძნობს სხვანაირად, იმას აქვს ეს მიდრეკილება. გეტყვით ერთ ძალიან საინტერესო გადახვევას გავაკეთებ. მოკლედ, მე ძალიან კარგად ვიცი ტარო. ძალიან კარგად. და როგორ დავიწყე? ერთხელ მივედი ერთ ტაროლოგთან, პროფესიონალი იყო, დავამთავრეთ ეს ყველაფერი და მე ვუთხარი, რომ მოდი მე გაგიშლით მეთქი. 30 წლის ამბავს გეუბნებით. პირველად ვნახე ტარო. კი. და გავშალე და ყველაფერი უთხარი. ნახეთ, აქ არის აღქმა. აი მას რასაც უყურებ, როგორ აღიქვავ, როგორ ხედავ, როგორ გადმოსცემ და გაოცებული მისმენდა ეს ქალბატონი, მე დავმეგობრდით. რა არის ფული მან გადაგიხადათ ბოლოს? არა, ბარტერი გავაკეთეთ. მოკლედ, ნახეთ, იცით რა მინდა გითხრათ,
თქვენი დამოკიდებულება და თქვენი ყოფა და ცხოვრება. თქვენ თავად როგორი ხართ? აი ძალიან მაინტერესებს თქვენი ცხოვრება. ოჯახური მდგომარეობა მე არ ვიცი თქვენი. მყავს გოგონა, ეხლა 12 წლისაა და მინდა გითხრათ ის იყო მიზეზი, რატო დავბრუნდი საქართველოში. მე მინდოდა რომ ჩემი გოგონა აგაზრდილიყო. და მეუღლე, ყოფილი მეუღლე, ეხლა თავისუფალი ვარ. და ხშირად მეკითხებიან, რატო ხარ თავისუფალი, ესეთი ლამაზი და კარგი ხარ? იმიტომ რომ ეს ჩემი არჩევანია. მე ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს ისე როგორც ვარ. ეხლა ნებისმიერი გაიფიქრებს და სანამ გაიფიქრებს, მეც უნდა მივეშველო. ხო, ყოველთვის აი ის მგონია რომ აი რომელიღაცა ეხლა მსმენელი ფიქრობს, თუ ამდენი რამე იცი, როგორ გაცილდი. რატო თავიდან არიცოდით? თავიდან 10 წელი ვიცხოვრეთ ქორწინებაში და როგორც უკვე ვთქვი, სულ უმალავდი ჩემთავს და თვალს ხუჭავდი ჩემს ამ ნიჭზე. და სწორედ აი როცა გავიარე ეს განქორწინება, მაშინ იმდენად ცუდი მდგომარეობით გამოვედი ამ კავშირიდან, ესე ვთქვათ, რომ ჩემი თავის ძიება მაშინ დავიწყე. ეს იყო 10 წლის წინ. რა მაინტერესებს იცით, აი პირველად რო დაინახეთ თქვენი მეუღლე, აი პირველად რო დაინახეთ, იგრძენით რომ ის თქვენია? კი. იგრძენით. როდის მიხვდით რომ ის თქვენი აღარ არის? 5 წლის შემდეგ. და მე 5 წელი იტანჯე? 5 წელი როგორც ქართველ ქალბატონს შეეფერება, ოჯახი არ უნდა დავანგრიოთ, ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ ოჯახი შენარჩუნდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ნამდვილად მინდოდა 5 წლის მერე, რომ გამთავისუფლებულიყავი, მაგრამ რაც მოხდა, მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს საჭირო გამოცდა იყო ჩემთვისაც. მე ბევრი რამე ვისწავლე, მიუხედავად იმის, რომ ერთად აღარა ვართ, მაინც მადლობელი ვარ იმ ადამიანისა, რომ ბევრი რამე ვისწავლე მისგანაც და ბევრი რამეზე მივხვდი, რომ აი რაღაცა სწორედ არ ვაკეთებდი ცხოვრებაში. იცით რა არის? ნახეთ, ეხლა მე იმ მსმენელს და მაყურებელს გავცემ პასუხს, ვისაც ამ კუთხით ეჭვიეპარება ხოლმე ყველაფერი. თუ იცი, რატო არ იცოდი? მეც სამჯერ ვიყავი ქორწინებაში. არასოდეს არ ვამობ დამენგრა ოჯახი, არ დანგრეულა. ნახეთ, ვიყავი ქორწინებაში. სამჯერ და აი ამ გადმოსახედიდან მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ შევხვდი სამ არაჩვეულებრივ ადამიანს. დღესაც სასწაული ურთიერთობა გვაქვს და მთელი სტუდენტობა და შემდეგი წლები გადამატანინა ჩემმა სამმა სიდედრმა. იმიტომ რომ მიგზავნდნენ გამპონტებს, მჟავეს, ტყემალს, ანუ მე არ დამიკარგავს ისინი პირიქით. სამი ოჯახი, სასწაული ოჯახები და დღესაც ჩემი ყოფილი სამი მეუღლე მირეკავენ, ურთიერთობა გვაქვს და ასე შემდეგ. ნახეთ, თუ შენ პოულობ ადამიანს და ის ადამიანი რჩება, მაგრამ რაღაც დამთავრდა, ეს არის ნორმალური. და ის რომ დაუშვათ მტერი ყოფილიყო, ეხლა ვეხუმრები და ეხლა უკვე შეიძლება რა გავაკეთე, იცით? საერთოდ ერთი რამე ვიცოდი, მტრისას ქალი რო გადაგამტერდება, ეს ბებიე ჩემისგან ვიცი და ამიტომ ისე გავაკეთე, რომ მე დამშორდნენ. იძულებული გახდნენ და როგორი გათვლა არის საინტერესო? ხო, და ეხლა ვეუბნები ხოლმე. ხო, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვინმეს გული ვატკინო. მაქსიმალურად ვცდილობ რომ დაუშვათ გული არ ვატკინო და თან იცით რა არის? მეც არ მწყდება გული. ბოლომდე ვიცი სიცოცხლის ფასი და ეს სიცოცხლე ძალიან მიყვარს. ეხლა რეკლამაზე გავდივართ და ცოტა ხანს დაგველოდებიან და მალე დავბრუნდები.